მიცვალებული ადგა ჩემზე იყო ნათქვამი რა. ძალიან ბევრი ენერგია მომცა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ბევრი ენერგია მქონდა. მაშინ როცა კრეატინი არის ყველაზე უსაფრთხო და დადასტურებული და ეფექტური საკობი დანამატი ძალისა და კუნთური მასის მატების დროულში, დილით რაც ვიღებ ხოლმე არის უეჭველად ეს. სრული ნაგავი. მაგიტომ ვარჩევთ ამას და ვიძახით, რომ მირჩევნიეთ, ახლა დავზოგო და სხვა რამეში გამოვიყენო, ვიდრე იდეალური საკობი დანამატის ფორმა მივიღო. კაი, ანუ ამას ყველაც ვთქვი, გეთქვა აქამდე. გავიჭყიფე. ნებისმიერ საკობ დანამატებელს ან დავიწყებ საუბარს, უნდა ვახსენოთ, რომ აუცილებელი გასათვალისწინებელი ფაქტორია ომეგა-3-ის დოზა, რომელიც არის ესენციური, ასე ნიშნავს, რომ ყოველდღიურად უნდა მიიღო დაახლოებით 1.1-1.3 გრამი დღეში. მე იდეალურად გამოძინებული ვიყავი, როცა ეგ გავსინჯე. და მაგდენი მივიღე. მაგრამ აი ძალიან სხარტი გავხდი, უცებ ძალიან ავსტრაქტი. და არც ვიცოდი საერთოდ მანამდე ამის არსებობის შესახებ. ის იმდენი ენერგია მომცა. ისე გამისწორდა, რომ მაგის მერე უკვე მერამდენი წელი მეორე წელი მთავრდება უკვე რა, რომ ყოველდღე ვჭამ. მეგობრებო, რომელ კამერაში გამოგხედოთ, იქეთ ვერ ვატევ და ეგ ხა ძალიან ბევრი საკვები დანამატი დევს და ხა აი ამ საკვები დანამატებზე მოგიყვებით და იმიტომ რომ ყოველდღე ვსვამთ ამ საკვებ დანამატებს და Mr. Nutrition. აბა, რატომ ყვებო? დამატებით ამდენი რაღაცით ყოველდღე რა საკეთებს ეხა გამოუშვი. პირველ რიგში არ გაიმეოროთ სახლში. ეს საკობი დანამატები არის მიქსი შენი მიზნების და საჭიროებების ამასობაში, იმიტომ რომ დატესტო გიყარ შენ თავზე რაღაცების კომბინაციაში ეს საკობი დანამატები ორიენტირებულია ძალის მატებაზე, კოგნიტურ ფუნქციებზე, პროდუქტიულობის გაუმჯობესებაზე, იმუნური სისტემის გაუმჯობესებაზე. და არა მარტო. საიდან დავიწყოთ? საიდან დავიწყოთ და ეხლა მეგეთყვით, ჩემი ქცევა რა არის, დილით როცა ვიღვიძებ და რას ვსვამ და რას ვიღებ და მე მანდიდან მივყვეთ. ანუ გაჩნია დღესაც რა, მაგრამ 5 საათზე უეჭველად ვიღვიძებ და მე მინდა რომ ეგრევე გამოფხიზლდე და კუნთის მშენებლობა ჩავრთო. კუნთის მშენებლობის შესართავად პირველ რიგში ეს მიმართავ ხოლმე არის ეს whey პროტეინი. ოღონდ ეს არის რომელი? კაზეინი კი არა და რაღაც არის რომელიც არ ვიყიდე. ეს არის კონცენტრატი. კონცენტრატი და მეორე არის იზოლატი. იზოლატი. ეს არის კონცენტრატი ახლა. იზოლატი არ ვიყიდე და მიზეზი იმიტომ არ ვიყიდე რომ რავი 3 საათში ხო მაინც დაიწყებს ეს აქტივაციას და რაღაცა საქმე რაც უნდა გააკეთოს 4-ში, 5-ში თქვი. ეგ 4-6. ანუ დღის მანძილზე ფუნქციას შემისრულებს რა და მაგიტომ ბევრი არ გადავიხადე. ღირდა არ მახსოვს რამდენი 160 მე მგონი თუ ბევრად ნაკლები და ის ღირდა 300-მდე. ამას ვსვამ, მე ეგრევე კრეატინს ვსვამ 5 მილიგრამს, ხო? თუ რამდენიც არის 5 გრამი? ხო, მაგას ვსვამ. აი ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ვიყიდე, მეგობრებო, ანუ იმ კამერაში გაჩვენებთ ახლა. ეს არის whey პროტეინი, რომელსაც ვსვამ დილით. მე დილით ამასთან ერთად ვსვამ კრეატინს. ოღონდ ახლა ამ ბრენდებს საერთოდ არ უწევ რეკომენდაციას, წარმოდგენა არ მაქვს, იმიტომ რომ წინაზე საერთოდ სხვა ბრენდები მქონდა. და ეს ვიყიდე კიდე, რომელიც არის იდეაში რომ ენერგია მომცეს. ვარჯიშის წინ დასალევი. Pre-workout-ი, მაგრამ არის სრული ნაგავი, იმიტომ რომ რავი, გემოზე აი fresh bubble-იო თუ რაღაც რო იყო ადრე ვისაც გავსავებს. აი ეგეთი გემო აქვს რაღაცა 25 წლის წინანდელი და რავი, ენერგიასაც ისე ვერ მაძლევს ახლა როგორც უნდა მაძლევდეს რა. ამათ ვსვამ დაბლენდერებული და ამას ოღონდ 2 პორციას ვიღებ. დღეში? თუ დილის 5 საათს? დილის 5 საათზე 60 გრამი ცილა ადგილა დილის 5 საათს. 42 გრამია. 42 გრამი ცილა. ხო. ეს არის რასაც ვიღებ. და ამავდროულად ქცევაზე იმიტომ გითხარი, რომ ანუ აი ხა მე ამას კი ვსვამ ხოლმე დილით. მაგრამ შეიძლება სადღაც გავიდე და მომენტ 5-ის მაგივრად 10 მინდა რომ მივიღო, მე ამას ვსვამ. ესეც კრეატინია, ოღონდ ეს არის რაღაცა კაფსულების სახით. არა ფუნქცია სავარაუდოდ ალბათ იგივეს აკეთებს. ერთიც და მეორეც. ფორმაა განსხვავებული, რითიც შემოვა შენს კუჩი. ხო. ანუ ეგ არის რასაც ვაკეთებ. ეხლა ჯერ დავიწყოთ ამათი. თითოეული რა შვება, ანუ პროტეინი, ეს კრეატინი და ეს ნაგავია, არ ვიცი. ანუ ამას ჯობია ყავადალიოთ, მეგობრებო, ეს გადასაგდებია. აი, განვიხილოთ მაინც რა ხარ. განვიხილოთ, ხო. მაგრამ გერმანიიდან რო ჩამოვიტანეთ, ის ძალიან მაგარი იყო, ის ძალიან უწონდა. გემოზეც და ენერგიულადაც საერთოდ სხვა რაღაც იყო რა. აჰა. ესე ვიწყებთ. გავყვეთ პირველი რავი ამაც ვსვამ რა, whey-ს ავიწყოთ. კაი, მაშინ ხა მეუმეცი და იქითა კამერაში გამოჩნდება, რასაც ვნახავ ხოლმე.
პირველი როცა ცილას ვყიდულობთ, ანუ რა არის whey protein-ი? Whey protein-ი არის ცილის რძის შრატის ცილა. whey მაგას ნიშნავს, იმიტომ რომ რეალურად რძეს აქ ორი ნაწილი ცილის. ერთი მათგანი არის შრატის ცილა, მეორე არის კაზეინის პროტეინები. 80-20-ზე განაწილება ნებისმიერ რძიდან მიღებული ცილები, უმეტესობა კაზეინია, 20%-ია დაახლოებით რძის შრატის ცილა. ოკეი. მათგან სტრუქტურული განსხვავება მაქვს ორივეში. შრატის ცილა უფრო ხარისხიანია, ესე ვიძახით, ვიდრე კაზეინის ცილა. იმიტომ რომ შეიცავს მეტ ლეიცინს. ეს არის ამინომჟავა, რომელიც ექსკლუზიურად პასუხისმგებელია კუნჩით ცილის ჩართვის პროცესზე. ოკეი. ამასობაში ესენციური ამინომჟავებით უფრო მდიდარია და ზოგადად ვიძახით, რომ შრატის პროტეინი, ანუ whey პროტეინი უპირატესია კაზეინის პროტეინზე. თუმცა კაზეინსაც არაფერს ვერ ჭით, ხო ეხლა რძის პროდუქტს რო იღებ რეალურად 80% კაზეინს ჭამ, არას უთქვამს არასდროს ხაჭო არ ჭამო კაზეინის პროტეინი აქვს შიგნით. მაგას თავისი ამბავია გასჩნია შეწოვის დრო და ხარისხი. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ცილის დანამატებზე, მთავარ კითხვაა რაში მჭირდება ცილის დანამატის მიღება. ნებისმიერ საკობ დანამატებელს სანამ დავიწყებთ საუბარს, უნდა ვახსენოთ, რომ აუცილებელი გასათვალისწინებელი ფაქტორია კვება პირველი. Food first principle, სადაც საკვები უპირატესია ნებისმიერ საკობ დანამატზე. როდის შემოდის საკობი დანამატი საქმეში? იმაში, როცა მე ვნახე შენი რაციონი, ვიცი საიდან რა სივსებ, ვიცი რა გჭირდება და რა გაკლია, მე ისმის კითხვა არის თუ არა შანსი რომ მეტი ცილა შევისო სხვა წყაროებიდან, თუ არ არის შანსი ან და ბევრად უფრო კომფორტულია სისტემურად ესეც ცილის მიღება, ამ დროს შემოდის საკობი დანამატების საქმეში. ამის იმიტომ ვიძახი რომ სანამ საკობ დანამატებამდე მივიდოდით მე და შენი კვების და შენ თვითონ ზედაცილი გაქვს შენი კვების ბევრი კონცეფცია რომელსაც მე გაგვიზიარებ ალბათ. საქმეში ჩავრთეთ საკობი დანამატი ცილა. ეხლა გადავწყვეტეთ კაზეინი გვინდა თუ შრატის ცილა. კაზეინი უფრო იაფი ღირს, შრატის ცილა უფრო ძვირი ღირს. ავირჩიეთ შრატი. ნუ დაიშორე. ავირჩიეთ შრატი. ეხლა შრატის ცილა რო ავირჩიეთ. აქაც ბევრი რაღაცა ამბავი აქვს. მოწიე წინ. ხო, აგრე. შემიძლია წინ ხარ ხოლმე და. ხა, ეხლა შრატის ცილა რო ავირჩიეთ, აქ ბევრი განსხვავებული კიდე შიგნით ჩაშლა. შრატის ცილა იქნება იზოლატის ფორმა, იქნება კონცენტრაციის ფორმა, იქნება უფრო მიკრონიზებული ფორმები თუ იქნება ნარევი. ეხლა ეს ამით სად მივდივართ? ეს კიდე უფრო მეტად მიდის შეწოვის სიჩქარეზე. ანუ რო ვთქვი რომ ცილა გჭირდება, მე უნდა დავსვა კითხვა რაში გჭირდება ცილა. ყოველდღიური ცილის მარაგის შესავსებად გჭირდება? მაშინ სიმართლე გითხრა, კაზეინის პროტეინიც თავის საქმეს გააკეთებდა. მათ შორის შრატის პროტეინის თავის საქმეს გააკეთებს. როცა ჩავდივართ უკვე შრატის პროტეინის ფორმებში, კითხვა ისმის, ვარ თუ არა ათლეტი, ვისაც შეწოვის დრო სჭირდება იყოს ძალიან სწრაფი და ეფექტური. ხო, რაც უფრო ჩამოვდივართ იზოლატის ფორმაზე და მერე მიკრონიზებულ სახეებზე, მით უფრო სწრაფად ხდება შეწოვა. ეს ფორმა, რაც არის ჩვენი შრატის კონცენტრატი, შეიძლება დაახლოებით 3-4 საათი შუალედში. შენ თქვა ათლეტი, რომელსაც ვარჯიშამდე ამინომჟავების მარაგის სწრაფი შევსება უნდა კუნჩი, იდეალურ შემთხვევაში ვყიდულობთ იზოლატს. რომელიც ფასით შედარებით ძვირია ვიდრე ეს ფორმა, უბრალოდ იმიტომ რომ შენი მთავარი მიზანი ამ ცილით არის ცილის ჯამური რაოდენობის შევსება დღის და არა სწრაფი შეწოვა, მომენტალურად და ილუსებური, მაგიტომ ვარჩევთ ამას და ვიძახით რომ მირჩევნიეთ, ან ხადავზოგო და სხვა რამეში გამოვიყენო, ვიდრე იდეალური საკვები დანამატის ფორმა მივიღო. ეგ ხა შერასწავლ ზოგად ჭრილში გავიგე, მაგრამ ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი არის დღის ჭრილში კი არა, ანუ ამინომჟავებით შევისო, იმიტომ რომ დილის 8 საათზე უკვე ვარჯიშს ვიწყებ და 5 საათზე რო ვიღვიძებ, უბრალოდ მე ისე მაქვს ყველაფერი აწყობილი, რომ ეგ წესით უკვე შეწოვას დაიწყებს, მე როცა ვარჯიში შუა პერიოდში ვიქნები. შენ ის შვიათი გამონაკლისი ხარ, ვინც 8-ზე ვარჯიშობს და 5-ზე იღვიძებს. გავიგე, და ხო. 5-ზე ჭამს. ამიტომ ზუსტად იგივე საქმეს ასრულებ შენთვის, ოღონდ ამ რჩევას ვერ გადავიტანდით სხვაზე. ხო, ეხლა წარმოიდგინე შენთვის დილით გავიღვიძე, დავლიე და ვივარჯიშე, თუ არის 5-ზე გავიღვიძე, ჭამი და 8-ზე ვივარჯიშე, უმრავლესობა ადამიანისთვის არის სამსახურამდე 7-ზე გავიღვიძე, 8-ზე ვივარჯიშე, 9-ზე სამსახურში უნდა ვიყო. მაგიტომ შეწოვას ვერ მოასწრებს იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც საჭიროა. შენ შემთხვევაში გაგიმართლა, მაგ ფუნქციას ასრულებს. ანუ შეწოვასაც ასწრებს და ამასობაში დღიურ ჯამურ რაოდენობასაც გივსებს. მაგიტომ კარგი ფორმა აქვს. ფულის დაზოგვა უჭკუო ვარიანტი არ არის. კაი, და მანდ ბარემ დავაზუსტებ. შენ თქვი, რომ პირველ რიგში ჯერ საკვებიდან ვივსებთო და მერე ამ სხვა ყველაფრიდანო. საკვებიდან ახლა ჩემი კვების სტილი არის ეგეთი, რომ დილით და დღისით, როცა ვარჯიშიდან დავბრუნდები, მაშინ ან 6 კვერცხი და კიდე რაღაცა სხვა თინუსი, ბურღულეული, მსგავსი რაღაცები, ან 200 გრამი ქათამი
შეიძლება 150 უფრო, მერე კიდე შემდეგ გვება. მერე ალბათ ხაჭო. ან პროტეინ პუდინგები. ანუ ყოველ ჯერზე დაახლოებით 40-45 გრამს დაახლოებით, ზოგჯერ მეტ, ზოგჯერ ნაკლავს, მაგრამ 40-ზე ნაკლავს არასდროს ვიღებ ცილას. დაახლოებით 3 საათში ერთხელ მაქსიმუმ. რამდენად სწორია. და ამასობაში ოღონდ ნახშირწყლობით ძალიან გავზარდი, აქამდე არ მქონდა. ეხლა ავედი თითქმის რამდენზე არ ვიცი, მაგრამ ალბათ 1-3000 კალორიამდე ვარ დღეში, რასაც ვჭამ. მაგრამ უბრალოდ იმიტომ რომ ძალიან აქტიურად ვარჯიშობ და ძალიან დატვირთული ვარ, წონა მაინც ხდება თვიდის 1. და რეკომპოზიციასაც განიცდის ხეული აშკარად მეორე. ბოდიბილდერის კვებაზე ხარ კი. ხო, არ ვიცი, მაგრამ ანუ რის თქმა მინდა რომ ანუ ეგ სწორი დაშორებებია და რო უხსნა რატო არის სწორი დაშორებები თუ არის და ის 40 გრამ ცილას რო ვიღებ ზღურბლისთვის ეგ რა ფენომენია, რომელიც ადამიანებმა იცოდნენ, იმიტომ რომ ნახე მან ეგეთ რაღაცას დავასწრებ, ხა როცა ამას იღებენ ხოლმე. ამაში არ ვიცი ყველაში 30-ია ხოლმე ზოგიერთში, ერთ პორციაში. 22, 27. ხო და ეგ 22 და 27-ს რო იღებენ ხოლმე, ეგრევე ვარჯიშიდან რო გამოდიან. ანუ ეგ შეიძლება ამინომჟავებს ავსებს, მაგრამ ანაბოლური ზღურბლის გადასალახად ხო ტიპისთვის საკმარისი არ არის. უმეტესობა ადამიანისთვის ანაბოლური ზღურბლი გადაილახება 30-40 გრამ ცილაზე. ხო, მაგრამ ამას თუ ერთს მიიღებს, რომელიც შეიძლება 22-25 იყოს, მაგითი არ გადაილახება. მით უმეტეს ახლა კაცის შემთხვევაში განსაკუთრებით. კვება უნდა მოაყოლოს მას საუცილებლად. ანუ ცილის დალევა ვარჯიშის მერე არის დამცველობითი ფარი, სანამ კვებას დავიწყებ, მაგამდე მაქსიმალურად დაჩქარდეს პროცესები. კვება აუცილებლად უნდა მოყოს, მაგის თქმა მინდა 21 გრამი ცილა არაფერ ჯობია, მაგრამ უმრავლესობა ადამიანისთვის ეს ანაბოლური ზღურბლი 30-40 გრამ ცილაზე გადაილახება ერთ კვებაზე. გაიჩნია თუ მომცრო ტანის ადამიანზეა საუბარი, შეიძლება 21 გრამი ცილაც ეყოს. რამდენი ხანში უნდა ჭამოს? ანაბოლური ფანჯარა, რა დროსაც სვამენ ხოლმე ამ დამატებს ვარჯიშის მერე, იღება ვარჯიშის მერე და რჩება გაღებული მომდევნო 3-4 საათი. ანუ აქამდე ქონდა მითი რომ ვარჯიშის მერე აუცილებლად როგორც კი გირს დააგდებ, გათამინდა ბრინჯი თუ არის და კეპირში სეკუნდი არ შენდება. არის სწორია. კაცის შემთხვევაში 3-4 საათია, ქალებში ცოტა განსხვავებული ჰორმონალური ბალანსიდან გამომდინარე. საათნახევარი 2 საათი ვიტყოდი რომ ადეკვატური დროა, როცა პირველი კვება უნდა მოყვეს ვარჯიშის შემდგომ. კაი, გავიგე. ცილის ამბავი გავიგე. მოიცა, 60 საათიან შუალედები ძალიან სწორია. 5 საათზე ყველა ვინც იღვიძებს გაგუძებისთანავე მაინდა ჭამას არ იწყებს შენ. მე ცოტა უფრო ადრევე ღვიძებ კიდე და მაგითო. შენ გამონაღლისი ხარ, მაგითო შენ ხარჯზე იმას ვიტყვი რომ ძალიან სწორია 3-4 საათიან შუალედებით ცილის 30-40 გრამი ცილის ერთულუფაზე მიღება. წარმოიდგინე რომ კუნთის შენება არის მუდმივად მიმდინარე პროცესი და შენი მუშები მუდმივად მზადყოფნაში არიან კუნთი აშენონ. თუმცა ჭირდება შესაბამისი მასალა. წარმოიდგინე ერთ შემთხვევა, სადაც შენ რომ დილის 12 საათზე მიუტანე 30 აგური დაიწყეს მუშებმა შენება, აი როცა უნდა გამოლეოდათ საშენი მასალა, 3-ზე კიდე 30 აგური მიუტანე, 6-ზე კიდე 30 აგური მიუტანე. ესე მუდმივ რეჟიმში განაგრძობენ კუნთური მასის შენებას, მით უმეტეს როცა ვარჯიშის იმპულსი მოყვება თან. მეორე შემთხვევა, როცა დილის 12-ზე მიუტანე ბევრი კუბიკი და მერე საღამოს 6-მდე არ გამორჩნდი. მათ თავის ჩამუშავა შეასრულეს და წვანან ეხლა და ჯოკერს თამაშობენ სანამ შენ მეორე ცილის კუბიკებს მიუტან. ამიტომ კუთის იდეალური სინთეზისთვის ჯერ პირველი ვაკონტროლებ, რომ ჯამში დღის ცილის რაოდენობა მქონდეს მიღებული, რამდენით მჭირდება, მერე ვაპრიორიტეტებ გადანაწილებას და ვაპრიორიტეტებ ასევე ცილის ხარისხს. ხო ეს მხოლოდ მცენარეული წყაროდან მოდის ეს ცილა ცხოველურიდან არის თუ არა ამინომჟავების კომპლექსის სავსე. ხო და მოკლედ იმის თქმა მინდა სანამ ცილის ნაწილზე და ნაწილს დავასრულებთ, რომ საინტერესოა ხოლმე ეტიკეტს თუ გადმოვატრიალებთ და წავიკითხავთ, უმეტესობა დანამატს ასევე აწერია ამინომჟავებს რამდენ შეიცავს. ანუ შეიძლება ყველა ესენციური ამინომჟავების 9-ის კარგი წყაროა, მაგრამ ზოგიერთი ლეიცინი შეიძლება მეტი იყოს, ზოგიერთი ნაკლები. ესეთი უფრო სტანდარტ წესი გვაქვს, რომ ერთ ულუფაზე თუ 2000 მილიგრამზე, ანუ 2 გრამზე მეტი ლეიცინი აქვს, სანკაი დანამატია თავის ხარისხით. ამიტომ მარტო 21 გრამ, 22 გრამ ცილას კი არ უყურო ერთ ულუფაზე რამის მომცემს. ნახო ამინომჟავები ჩავშალო და ლეიცინი თუ მაქვს დაახლოებით 2000 მილიგრამის ოდენობა იდეალურია, იმიტომ რომ აი ეს ანაბოლურ ზღურბლს რო ვიძახით ლეიცინია მაგის მთავარი ჩამრთვალი. მაგრამ თუ შეიძლება 21 გრამი ცილი, სადაც მეტი ლეიცინია, უკეთესი სიგნალი მიიღო, ვიდრე 30 გრამი ცილი, სადაც ნაკლები ლეიცინია. აი ხარ რო აღმოაჩინეთ, რომ ბაგაჟში ლეიცინი არ იყოს. შანსი არა რო არ იყოს, მაგრამ ანუ რაც არ უნდა არა საკმარისი რაოდენობის, მაგრამ რომც არ იყოს იმდენ სვამ ხოლმე. ეხა აი კრეატინის ამბავი მაინტერესებს. ეხა კრეატინის მიზანი მე რატო ვსვამ? აბა
თავიდან დავიწყე ბევრს ვამდი. შენ მითხარი რომ და ვიდეოები რომ ნახე მე კითხე რომ 25-30 გრამს თუ მიიღებ რაღაცა ერთ მიღებაზე, მოკლედ აი უძილღამეს გამოგისწორებსო. კიდევ ერთხელ არც ადოთ სახლში ექსპერიმენტები რომელსაც ყვები და გიორგი თავის თავზე ატარებს, ჯერ კვლევებით არ მაქვს რომ ყოველას ურჩიო. მაგრამ საინტერესოა 20-30 გრამი კრეატინის როლი უძინარი ღამის შემდგომ კოგნიტური ფუნქციების დასაბრუნებლად. მე იდეალურად გამოძინებული ვიყავი, როცა ეგ გავსინჯე და მაგდენი მივიღე, მაგრამ აი ძალიან სხარტი გავხდი, უცებ ძალიან ავსწრაფდი. პლაცებოს ვერ დავაბრალებ. იმიტომ რომ ანუ ენერგიაზე ძალიან გვიან დავიღალე. უფრო ეგ ეფექტი მქონდა რა. გარდა იმისა, რომ რაღაც უფრო სხარტად ვიყავი. და ყოველ ჯერზე მე რამდენჯერაც ეგ მივიღე, ოღონდ დიდი ხანი არ გამიგრძელებია, მაგრამ ერთი ალბათ 10 დღე გავაგრძელე. აი პიკში ვიყავი ყოველთვის. და ეხ ჩამოვედი, ან 5-ს ვიღებ, ან 10-ს გააჩნია. გავიგე რომ ვარჯიშისთვის კარგია, მაგრამ ჩემი ერთადერთი მიზანი რატომაც მაგას ვიღებ, არის რომ ძალიან სხარტად ვიაზროვნო. იმის იქით არ მაინტერესებს არაფერი. ანუ ყველა დანამატს ვცდია უცილებლად და მივიღებ, რომელიც მომცემს ორ შედეგს. პირველი რომ ძალიან გვიან ვიღლები და გამოძინება და ეგეთი რაღაცები რაც მჭირდება, რაც მძინავს, ეგ ხარისხიანად მეძინავს და ბევრი დრო არ დავხარჯო და მეორე რომ როცა გავიღვიძებ, ვიყო აი მთელი დღის მანძილზე ისე რომ პერფორმანსი არ დამივარდეს და აი სულ სტატიკურად ესე გავყვე ენერგიულად. აი მაგაში ეგ ალბათ მეხმარება, არ ვიცი. არ მგონია რომ პლაცებო იყოს, მაგრამ რა ხდება? თუ პლაცებოა და ეგრე კარგად გზნობ თავს გააგრძელა მიღება. ჯერ მოდი ხალხს აუხსნათ საერთოდ კრეატინი და კოგნიტური ფუნქციები და უფრო ეფექტური მუშაობა რა შუაში ერთმანეთთან, იმიტომ რომ კრეატინი ზოგადად და ეხლაც რჩება მთავარ წამყვან კუნთის მასის გამზრდელ დანამატად. მაშინ როცა კრეატინი არის ყველაზე უსაფრთხო და დადასტურებული და ეფექტური საკობი დანამატი ძალისა და კუნთური მასის მატების ჭრილში, კრეატინის კოგნიტურ ფუნქციებზე კვლევები უფრო ახალია. უფრო მეტად არის ჩატარებული კვლევები ასაკის მატებასთან ერთად. უფრო მეტად სადაც ვიცით რომ გვადგება და გვაძლევს სასწაულ ეფექტს არის ხოლმე ქალბატონი, ასაკოვანი თუ ვეგანი არის პლუს, იმიტომ რომ კრეატინის წყარო ძირითადად ცხოველური ცილა. აი ამ სამ პოპულაციაში და თუ ეს სამივე ერთად ხარ, კრეატინის ბენეფიტები და სარგებელი არის ნამდვილად ხელშესახები. აი რაც შეეხება მეც მიგრძნია კრეატინის როლი კოგნიტურ ფუნქციებზე უძინარი ღამის შემდგომადაც კი, უბრალოდ ის რაოდენობა რაც გჭირდება კრეატინის მისაღებად, რაც არის ამ ფუნქციისთვის, ხო, კოგნიტური ნაწილში, რაც არის 25-30 გრამი, რომელიც არის ჩატვირთვის ფაზა ბოდიბილდერებისთვის. ანუ იმაზე 5 ჯერ მეტია დაახლოებით, რასაც სავარჯიშო რუტინაში ყოველდღიურად მიგაღებინებდი კუნთის ძალის და მასის მატება რო გჭირდებოდეს. ერთ-ერთი რაც მაშფოთებს არის არასაკმარისი კვლევები და ძალიან დიდი რაოდენობა. რომელიც დიდად არ მაშფოთებს, მაგრამ არ გირჩევდი რომ ყოველდღე მსგავსი კრეატინის რაოდენობით გააგრძელებინა, მით უმეტეს როცა ხორცი შენ რაციონში ისედაც არსებობს და კრეატინის სხვა წყაროებს იღებ. თუმცა კრეატინი და კოგნიტური ეფექტები ძალიან საინტერესო ნაწილია. ვფიქრობ, ადამიანმა თავის თავზე უნდა გამოცადოს იმიტომ რომ ვიცით რომ უსაფრთხოა, მაგრამ არ ვიტყვი რომ ყველას დაეხმარება, იმიტომ რომ მაგისთვის საკმარისი კვლევები არ მაქვს. მე გამომიცდია და ჩემ გარშემო ვინც დაკვირვებია, ყველას უთქვამს რომ აი გახსენების სისწრაფე ამიჩქარდა, საქმინა საქმეზე მარტივად გადავდივარ და შენაც ახსენე, ეგ ძალიან კარგი წერტილია, უფრო გვიან ვიღლები, ანუ კოგნიტური და მენტალური ძალისხმევა უფრო დიდ ხანს მიყვება სამუშაოზე. ეგ ძალიან კაია. ეხლა მე კითხვა ისმის რა კრეატინის ფორმა უნდა ვიყიდოთ, ხო? იმიტომ რომ როგორც ცილაში, ისევე კრეატინში ბევრი განსხვავებული ფორმაა. კრეატინ მონოჰიდრატი არის ის, რომელიც ყველაზე ხშირად დაგხვდება ბაზარზე, რომელიც ყველაზე იაფი და ეფექტური დანამატია საერთოდ საკუთარ დანამატებში. რა დაგიჯდა ეს? 100 ლარი. რომელიც არის 100 პორცია არის მე მგონი. 100 პორცია, რომელიც არის 500 გრამი, ანუ 100 პორცია, რო თქვა რომ 3 თვე მეყოფა, ნიშნავს იმას, რომ შენ იყიდე 30-35 ლარად ერთი თვის დოზა. ადეკვატურია? 5 გრამი რომ მიიღო დღეში. დღეში ლარად ვიყიდე რა. ხო, დღეში ლარად იყიდე. ყველა სხვა დანამატი ამაზე ძვირი გიჯდება. ეხლა კითხვა ისმის, რატოა ესეთი იაფი? იმიტომ რომ მარტივი მისაღებია. და ამასობებს ძალიან ეფექტურია. სწორედ ამიტომ საკუთარ დანამატებზე დახვდები ხოლმე განსხვავებულ ფორმებს. კრეატინის მონოჰიდრატის გარდა მიკრონიზებული კრეატინის ფორმა, რომელიც უფრო სწრაფად შეწოვადია, თუმცა მე ფასთა ეფექტურობის ნაწილში მოდის კითხვა და ჯერჯერობით კრეატინ მონოჰიდრატს ყიდულობ, სანამ საქართველოს ბაზარზე რამე ისეთი კრეატინი არ გამოჩნდება, რომელიც ეფექტით ამტკიცებს, რომ მონოჰიდრატ ჯობია. ეხლა რომელ ფორმას ვიღებ? ფხნილის სახით თუ კაფსულის სახით? კაფსულა პირველად გაგახსენე მე, იმიტომ რომ ფხნილის სახით მიღება არ მსიამოვნებს. კრეატინის დიდი ოდენობით ერთბაშით მიღებას შეიძლება მოყვეს შენ დიარეა, შებერილობა, რომელიც არ არის სასიამოვნო, ამიტომ თუ იღებ 30 გრამს იდეალურ შემთხვევაში
ანაწილებ დღის განმავლობაში პორცია იღებ. იმიტომ რომ ერთიანად მიღებისას შენ არ გითხოვს ეგეთი რამე ჩემთვის, მაგრამ მე ესე ვარ. შეიძლება შემბეროს ან კონდეს დიარეა, იმიტომ რომ გამოიწვიოს საშუალებელი სისტემის პატარა სტრესი მიღებისას. მაგიტო დალევაც კი არ მსიამოვნებს, მიუხედავად რომ უსუნო, უფერო და უგემო ფხვნილია. ამიტომ მე კაფსულებით ვარჩევ ხოლმე ბევრად, ვიდრე ფხვნილის სახით მიღებას. ეს ჩემი პირადი უპირატესობაა. შენ რატო სვამ ხოლმე შუა დღეს კაფსულას და დილით ფხვნილს? ბიჭო, მე ყოველდღე არ სვამ. რეალურად, უბრალოდ ეს მაქვს რაღაცა მარაგისთვის რა. იმიტომ რომ მაგალითად წარმოვიდგინე, ეგ რო დილით მაგაც 5 საათზე მივიღებ 6-ის ნახევარზე ყველაზე გვიან. ანუ მე სადღაც 12 პირველი საათისთვის კიდე 5 ვამატებ კაფსულით. ოღონდ არა ყოველდღე. თუ დამჭირდა, გააჩნია ხოლმე დღეს. ანუ 5 აუცილებლად სვამ და თუ რამე 5 დაამატებ. თუ რამეა 5 დღის მანძილზე ვამატებ ხოლმე რა. და ეხა ეგ რო არ, იმიტომ რომ მაგას უბრალოდ წყალში კი არ ხსნი, წყალში ვასხამ, მაგრამ მე ბლენდერით ვაბლენდერებ ყველაფერს, ისე არ ვანჯღრევ. და ეგ ბლენდერის ჩართვა მეზარება და მაგიტო რადგან მეზარება ეს სუმაკ და ჩანთაშიც ერთი ლისტი მიგდია. და იმ ერთ ლისტში არ ვიცი რამდენი 20 ცალია მე მგონი რა. 20 ცალია თითოში არის 1.1 არის თითო და სადღაც 5 სვამ ხოლმე 5.4 გამომდის დაახლოებით რომ მიღოს სუფთა კრეატინი ხო რა. აი რაღაც ესეთი ტიპია. ეხაც აქ რა პოდკასტის შემოსვლის წინ, ანუ მეც დაულე შენ ზალიე. 5 თვით ჩამოვყარეთ. ეხა ეს უნდა ჩაგვეყარა, უნდა აგვიხსნა და ტანჯვა და წამება და ჯოჯოხეთი რა. ხო. უბრალოდ ანუ დილით მაგას ანუ ჩემს ერთ-ერთი ქცევის ნაწილია. განსხვავება სიმართლე გითხრა ვერ ხვდები. ანუ არ მიგძვნი არაფერი. წინაზე სხვა ბრენდს ვამდით, ოღონდ მე მგონი ულნუტრიშენი იყო. ის უკეთესი დასალევი იყო, ვიდრე ეს. კაფსულებით მართლა? კაფსულის ფორმა ოდნავ სისქეში იყო აშკარად განსხვავება რა. ის იყო უფრო წვრილი და მაგრამ გრძელი იყო. ის უფრო კარგად ის მე უკეთ დავლია, ვიდრე ეს დავლია რა. ხო, ერთი გამბავია თორე დანარჩენი იგივე. ოკეი. ხო, მაგიტოს ვამ ხოლმე ამას. მაგიტო მაქვს ესე. იგივენაირად მაქვს სხვა რაღაცებიც მე მაგას მოგიყვები. კაი, კრეატინი გავიგეთ. კაი, კრეატინი გავიგეთ. ეხლა შენი მოიცა ერთი დავაზუსტებ, ოღონდ კრეატინზე კაკრას ამ დილით რო გავუღვიძე, დილით შეხვდა ვიღაცის ვიდეო. რომ კრეატინიო თირკმელსაშლისო და კიდე რაღაცებსო და ვიღაცა ეგრეთ თან კანკალებდა ლაპარაკის დროს და ხო. 5 წლიანი კვლევები გვაქვს ჩატარებული ყველაზე გრძელი კრეატინის მიღებაზე ათლეტებში, რომელიც ყოველდღიურად იღებდნენ იმაზე დიდ დოზას, ვიდრე ხშენ იღებ. ჯანმრთელი ადამიანისთვის არანაირი ნეგატიური ცნობები არ დაკისებულა, არც ღვიძლის, არც თირკმლის ფუნქციაში. თუ თირკმლის კენჭებისკენ წარმოქმნის მიდრეკილება მაქვს რას ვარ, იმის სხვა დაავადებები, აუცილებლად ექიმთა კომუნიკაციის მიხედვით გადაწყვეტ მჭირდება თუ არა და მავნებს თუ არა მივდივარ მონიტორინგზე. სხვა შემთხვევაში, რის გამოც კრეატინს აძაგებენ ხოლმე არის იცი რა არის, ზოგადად ამ სფეროში ვისაც რამე გაუგია, უფრო მეტად თუ მომიჯნავე სფერო და ნაკ რაიმე სოდნა კრეატინზე ეგრევე ახსენდება კრეატინინი, რომელიც არის კრეატინის აშლის პროდუქტი, რომელიც მაგალითად ასევე თირკმლის ფუნქციის მარკერია. და ნამდვილად შეიძლება კრეატინის მატება გამოიწვიოს კრეატინის მიღება, მაგრამ კრეატინის მატება ასევე შეიძლება სპორტსმენში გამოიწვიოს არაფერმა გარდა ვარჯიშისა. კუნთის კატაბოლიზმის შედეგად. ანუ რაღაცა ბიოქიმიური წერტილი, რომელიც სადღაც გამიგია და მე მეორე სფეროს ვაკავშირებ, ხშირად მიმოყვას არასწორ წერტილთან და მე შემაშინებს. რის გამოც აძაგებენ ხოლმე კრეატინს, აძაგებენ ანუ ნეგატივ სიზახიან არის, რომ კრეატინზე არ არის საკმარისი კვლევები ჩატარებული, მაგრამ ზოგადად ისე სამედიცინო სფეროში ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ, რადგან არ არის ჩატარებული კვლევათა იერარქიის მტკიცებულება. ყოველდღიურ პრაქტიკაში გვიწევს ხოლმე რაღაც გაწყვეტილების მიღება. სპორტულ სამყაროში თუ რამეზე გვაქვს მტკიცებულება, ამერიკელთან რო ვიყავით წინა წელს შეხვედრაზე გახსოვს, მოსაცდელში საუბრობდნენ როგორ იცვლება საკვების ინდუსტრია და 2001 წელს კრეატინის მიღება ისე ძალიან აქტიურად რო დაიწყო, მაგამდე იყო დამოკიდებულება, რომ კრეატინს როგორ სვამ, როგორ შეიძლება რაღაცა ქიმია, მაშინ როცა ხალხი თერმოგენიკების მიღების მერე გულშეწუხებული ეგდო დარბაზებში. გულსახოსმისის ჯამრთელი ეს არაჯამრთელი ეს თერმოგენიკები. ანუ იცვლება დინამიკა სტანდარტები, დღეს როგორ სტანდარტია, აი თუ საკვები დანამატის მიღება გინდა ვარჯიშობ და კუნთური მასის მატება შენი მიზანი, კრეატინს თუ არ სვამ საერთოდ სხვაზე რაზე მელაპარაკები. იმდენად უსაფრთხო, დადასტურებული და ეფექტურია თუ რამე გვაქვს საკვებ დანამატებში კვლევები, რა თქმა უნდა, ყველა კვლევა შეგიძლია მოუძებნო ხარვეზე, რაოდენობა, ხანგრძლივობა, კვლევის დიზაინი, მაგრამ კიდევ ერთხელ კრეატინი რჩება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საკვებ დანამატად, მაინც
გადაამოწმეთ თქვენი თირკმლის ფუნქციონირება თქვენ ექიმთან დაწყებამდე. რა მორიდებული ხარ ხოლმე, ანუ ეხა ის ვიდეო მე ვიცით შემოხდა და რეალურად ეგეთ რაღაცებს აძაგებენ ხოლმე, ანუ შენ ცოტა შორიდან ული და მე დავარქვა რომ უვიცობის და გაუნათლობობის ბრალია, რომელსაც მე ხალხს თავს ახოვენ. თავარქვათ ყველაფერს თავის სახელი, გაიგებს ჩვენი მაყურებელი. მიხარია რომ შენ არ ხარ. კაი. მე მოული რაჭველივით. ეხლა, აჰა, რაც პირდაპირ სრული ნაგავი. გავლანძღეთ. ეს არის pre-workout. ზოგადად pre-workout-ების ეფექტურობა არის შერეული მტკიცებულების და თუ რამე მუშაობს, ამაში მუშაობს კოფეინი. ან სხვა სტიმულატორები. რაც უფრო მეტი კოფეინი იქნება, მით უფრო მეტად ექნება pre-workout-ის განცდა. თუმცა pre-workout-ში სხვა ბევრი დანამატისაა, მაგალითად, აქ გვაქვს ციტრულინი, აქ გვაქვს ბეტა-ალანინი, რომელიც pre-workout-ს ანუ ვარჯიშამდე დასალევი დანამატის ფუნქცია არის ორი. ერთი შენი ნერვული სისტემა მოუმზადოს დატვირთვისთვის და მეორე სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესოს კიდურების და კუნთებისკენ და მესამე ზოგ შემთხვევაში თავად არის ხოლმე რაღაც ენერგიის წყარო. მაგალითად შეიძლება შაქარი ქონდეს ხა ამას გარეული და თუ შენ სპორტსმენი ხარ, რომელსაც 27 კილომეტრის არ ვერინგა გეტყვი რომ გლუკოზით შევსებული დაიწყე პროცესი. ამიტომ pre-workout-ების უმრავლესობა, რომელიც ეფექტური არის სტიმულანტების კომბინაცია, ზოგში ცხენის დოზა კოფეინი აქვს სხვა რაღაცებთან ერთად და უნდა გაუფრთხილდეთ, ზოგზე, რომელსაც არაფერზე შენ არ ვთქვი რომ ვერაფერს ვერ გგზნობო, საკმარის კოფეინის დოზა არ აქვს სიმართლე გითხრა შენთვის და მაგიტო ვერ გგზნობ, იმიტომ რომ შენ კოფეინთან საკმაოდ ჰაბიტუალური მომხმარებელი ხარ დიდი დოზების. შესაბამისად, pre-workout-ი მე ხშირად არ ვიღებ, თუ ყავოსთან მაქვს წვდომა, თითქმის არასდროს ვამ pre-workout-ს, როცა შემიძლია ყავა დავლიო. აქაც ქცევითი ნაწილია, ხო, თუ დილით ცილას იმზადებ და კრეატინს უკეთებ, დილალბთობით ამასაც გაურევ. მიეყარე ერთი თალი და ეგ არის. მიეყარე ერთი თალი, ხო. ეხლა მან რა თქმა უნდა შემოდის ზღვარი, სადაც ჩემი ჯამრთელი თირკმელი კი ჯამრთელია, მაგრამ აბა რამე ხო არ მოუვა, მაინდა-მაინც დილით 5 საათზე არა საკმარისი სითხესთან ერთად თუ მივიღე. ყველა დანამატის დამცველობით ფარი არის საკმარისი სითხის ოდენობა. ცალსახად. უტყუარად უმრავლესობა ადამიანისთვის ამდენი საკობი დანამატი ერთად იმაზე მეტი იქნება ვიდრე ზოგადად ურჩევდი, მაგრამ რახან მომყობი შენ თავის დატესტვაში მეც ბოლომდე გტესტავ. კაი. სითხე რავი, დაახლოებით ალბათ ლიტრს ვსვამ ხოლმე დილით. სანამ ამას გახსნი და მე კიდე რაღაცებს რო დაავადე და მე რო არ დაგჭეს შიგნით და იქაც როავლებ. ხო, ზუსტად. ეგ კარგია სხვათა შორის. კაი, ეგ არის მოკლედ როცა ვიღვიძებ ამავდროულად. ეხლა შემდეგი რაც მოყვება რა, ისე სხვა შორის ამას ვსვამ ხოლმე ხანდახან ოღონდ ვარჯიშის მერე. კი არა და ვარჯიშის დროს მიმაქვს ხოლმე რა. ელექტროლიტები. ხო, ელექტროლიტები. და ოღონდ ამაში რეალურად ანუ გლუკოზა ისე ძალიან ცოტა. გლუკოზა ცოტა. ხო, მაგრამ ჩესკოს დაახლოებით. ელექტროლიტები. ეგეც რამდენად პლაცებოა, არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ელექტროლიტები პლაცებო არ არის, თუმცა ადამიანი ვინც იმდენს არ ვარჯიშობს, რომ უფლის გამოყოფით ელექტროლიტების დისბალანსი კონდეს. არ ვიტყოდი რომ ეს აუცილებელი ტიპია. მინერალებზე, მარილებზე ბევრი საუბრობს დღეს და ძალიან სწორია. უბრალოდ ისეთი ათლეტი არ ხარ, რომელიც იმოდენობა უფლით გამოყოფს ელექტროლიტებს, რომ არ იქა მე არც საუნაში დადიხარ არაფერი, რომ გითხრა რომ ელექტროლიტები შეივსე. სხვა შემთხვევაში სწორი მინერალების ბალანსი ჰიდრატაციის საფუძველია, თუმცა შენ შემთხვევაში თუ რომელიმეს ამოვაგდებდი და არ ვიდარდებდი, ელექტროლიტები იქნებოდა, იმიტომ რომ ისედაც იღებ ამათგან, საკუწყლისგან, საკობისგან, შენი ელექტროლიტების ბალანსი არ მედარდება მოკლედ. კაი, ანუ ამას ყველად ვსვამდი, გეთქვა აქამდე. გავიჭყიფე იქ. კაი, ესე იგი. ეხა მერე ვსვამდი ხა ამას D-ვიტამინი. ოღონდ ამას ვსვამდი 5000-იანს. ეხა ამას აღარ ვსვამ. მაგრამ პერიოდულად 5000-იანი მაინც შევამაკ ხოლმე. პერიოდულად საუბრობ რომ ხა ეს მაგალითად მივიღე დაახლოებით 30 დღე, გადავაბი დაახლოებით ეგრე. და მე გადავედი ამაზე. 8000-იანზე. 8000 კი არა, 800-იანზე. ხო, 800-1000 თითოეულ ხუბ. ხო, და ოღონდ ამაზე გადავედი ზოგჯერ ერთი, ზოგჯერ ორი შეშხობა გააჩნია ხოლმე რა და ამას უეჭვალად ვაყოლებ ხოლმე ამას. ოღონდ ამას ვაყოლებ როგორც დილით, ასევე საღამოსაც. და საყოლებ. საღამოს ვსვამ ხოლმე მელატონინს აშუღანებს და სხვა, მაგას გეტყვი. ოღონდ ჯერ ხა დილით რა ვსვამ. ანუ დილით ეს სამი კომბო მქონდა ხოლმე კიდე. აჰა. ამას ეხა ნაკლებად. ეხა D-ვიტამინის ამბავი თქვი ჯერ. D-ვიტამინთან ერთად. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო კომბინაცია. ესე იგი ჯერ სვამდი D-ვიტამინს, მე და სვამდი მაგნიუმთან ერთად. ეხლა სვამდი D-ვიტამინს, K-ვიტამინთან და მაგნიუმთან ერთად. მაგნიუმთან ერთად. კომბინაცია ძალიან ჭკვიანურია. იმიტომ რომ არის ზოგიერთი ვიტამინი და მინერალი, რომელიც შემდგომ ორგანიზმში მოხვედრისას ერთმანეთს ეშპილკავება, რომელიც შემოაღწევს ორგანიზმში და არის დანამატები, რომლებიც ერთმანეთთან მეგობრობენ.
ერთი მეორეს ეხმარება, მეორე პირველს ეხმარება ან შეწოვაში, ან ეფექტურ გარდაქმნაში. ესეთია ცალსახად D ვიტამინი და მაგნიუმი. D ვიტამინზე ბევრჯერ გვისაუბრია ვიდეო ჩაწერილი გვაქვს, მაგრამ ალბათ ერთ ფუნქციას ვერ დაუკავშირებთ D ვიტამინს, იმიტომ რომ ვიტამინზე უფრო მეტად პრეჰორმონია და ორგანიზმში თუ რამეა მისი წამყვანი როლი ალბათ არის ერთი საყრდნობაძრეობის სისტემის ჯანმრთელობა, ჰორმონალური ჯანმრთელობა, გლუკოზის მეტაბოლიზმი და მე მიყვება ყველა ფუნქცია, რაც გაგიგია ჯანსაღყვებას და ჯანსაღსხვრებას უკავშირდება. აი, რაც შეეხება მაგნიუმს, მაგნიუმი ძალიან გავს D ვიტამინს ორ რაღაცაში. ისეთივე დეფიციტური ადამიანებში, როგორც D ვიტამინი, უბრალოდ მაგნიუმს არავინ მოწმოთ ხოლმე და მეორე D ვიტამინთან ერთად მუშაობს ძალიან ბევრ 300-ზე მეტი ბიოქიმიური რეაქცია აბარია მაგნიუმს, რომლის წინარე ფაქტორიცაა. მათ შორის მაგნიუმს აბარია D ვიტამინის გარდაქმნების ეფექტურ ფორმად ღუდელში და მერე თირკმლებში. ეს ორი ერთმანეთთან მეგობრობენ. ეხლა რას თვალისწინებთ? ვითვალისწინებთ D ვიტამინის ფორმას, რასაც ვამ, ეხლა შენ გაქვს ზეთოვანი ზეთის სახით, რომელიც იდეალურად იხსნება, ვიდრე მაგალითად D ვიტამინის ტაბლეტი იქნებოდა, უბრალოდ ტაბლეტებს აღარ უშვებთ ხოლმე დღეს, ან კაფსულა, სადაც ცხიმის ფორმით არის, ან წვეთოვანი, ზეთოვანი ფორმაა. D ვიტამინის ოდენობას რაც შეეხება, დამოკიდებულია შენი დეფიციტის ხარისხის გამოსწორებაზე. ხშირად იმაზე ნაკლებს ვიღებთ ხოლმე D ვიტამინის, ვიდრე დეფიციტის გამოსასწორებლად გვჭირდება. რაც უფრო ჭარბწონიანი ადამიანი, მით უფრო მეტი დოზა გვჭირდება შემოსებლად და შემენარჩუნებლად, იმიტომ რომ ჩემი ცხიმოვანი საფარველი არის D ვიტამინის ციხე და სხვა ცხიმში ხსნადი ვიტამინებისაც. შესაბამისად, ჩვენ რო 5000-იან სვამდი, დეფიციტის გამოსასწორებლად იდეალური დოზაა, ყოველდღიური მიღების დროს და რაღაც პერიოდში მე გადადიხარ, როცა დეფიციტი გამოგისწორდება შემენარჩუნებელ დოზაზე, რომელიც არის დაახლოებით 800-1000 მგ ყოველდღურად ან 2000-იც კი ჭარბწონიანი ადამიანებისთვის. ეხლა აქ რას არის განსხვავებული ამას აქ დამეტებული K ვიტამინი, რომელიც ძალიან ჭკვიანური კომბინაციაა D ვიტამინთან ერთად და მაგნიუმთან ერთად და აუცილებელი კომბინაციაა თუ ამ ყველაფერთან ერთად კალციუმს ვამ, შენი ძვლების სიმკვრივის შემენარჩუნებლად, იმიტომ რომ კალციუმს D ვიტამინი თუ არის წარმოგიდგენთ ტაქსი ტრანსპორტერი, რომელიც კალციუმს გადაადგილებს, K ვიტამინი არის კარის გამღები, რომელიც ძვალში შეაცილებს ამ შენ კალციუმს და შეიძლება ზოგჯერ კარის გამღების გარეშე კალციუმმა იბოდიალოს აქეთიკით კორპუსის გარშემო და ვერ მიაღწიოს თავის დანიშნულების წერტილს. მერე გაგიჟდეს, გაბრაზდეს და იწყოს ჭხუბი, გამოიწვიოს შენი სისხლძარღვების კალციფიკაცია. ამიტომ K ვიტამინი კარი კომბინაციაა და ჭკვიანური ამათთან და აუცილებელი კალციუმის დიდ დოზებთან ერთად. იმიტომ რომ ძვლის გამართულ ჯანმრთელობაში ეგ სამი ჩართულია ხოლმე ერთად. D ვიტამინი, კალციუმი და თურმე K ვიტამინიც მჭირდება. მაგნიუმის ფორმას რაც შეეხება, დაახლოებით 11 განსხვავებული ფორმა გვაქვს მაგნიუმის. ციტრატი, მალატი, ოქსიდი, გლიცინატი. ყველას თავისი უპირატესობა და მინუსი აქვს და ყველაზე დიდი მინუსი აქვს მაგნიუმის ოქსიდს, რომელსაც ყველაზე იაფასიან მაგნიუმის დანამატებში ნახავ ხოლმე, ხშირად გარეულია B6 ვიტამინთან ერთად. დაწერია მაგნი B6, ძალიან ჭკვიანური კომბინაციაა ეგეც, უბრალოდ გადმოატრიალებ და დაწერია მაგნიუმის ოქსიდი, რომელიც არსად მიდის შენი ნაწლავებიდან, რჩება ნაწლავებშივე. შენი მიზანი თუ დიარეის გამოწვევა ან ყაბზობის დარეგულირება. ოქსიდი თავის საქმეს გააკეთებს, იმიტომ რომ ნაწლავებში რო რჩება, მერე სითხეს იკრებს გარედან და ხდება როგორც კარგი საფღარათო საშუალება. მაშინ როცა მაგნიუმის ძირითადი ეფექტები განპირობებულია მისი ციტრატის, გლიცინატის ან მალატის ფორმით გააჩნია შენი მიზანი რა არის. ეხლა გვაქვს გლიცინატი. ასევე რაც გვაქვს, იქ არის მაგნიუმის კომპლექსი. B ჯგუფის ვიტამინებს აქვთ ხოლმე კომპლექსი B1, B2, ბევრი ვიტამინი ერთად. მაგნიუმის კომპლექსი არის ძალიან საინტერესო, აი ყველა ფორმა რომელსაც გითხარ, თავის დანიშნულების წერტილი აქვს თქო, გლიცინატი დაწყებული, ციტრატი გაგრძელებული, 9 მაგნიუმის ფორმა, რომელიც კარგად შეიწოვება ერთი და იგივე კაფსულაშია. რომელიც თითქოს რაღაცა დამცველობითი ფარია, რომ ყველა ფუნქცია მაგნიუმმა თავის შეასრულოს და ძალიან საინტერესოა. სუბიექტურ განცდაზე განსხვავება არ მიგრძნია, სიმართლე გითხრა, ამას ვამდი თუ იმას ვამდი, მაგრამ ისეთია. გულს რომ მოიფინება. შენ რაც გრძნობ D ვიტამინის და მაგნიუმის დალევის მერე? D ვიტამინზე რაც იყო, აი ენერგიის მომატებაზე სხვაობა ვიგრძენი, აი ჩათვალე, მიცვალებული ადგა ჩემზე იყო ნათქვამი რა. ანუ აი ძალიან ბევრი ენერგია მომცა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ბევრი ენერგია მქონდა. ანუ მე მივხვდი თურმე რა ყოფილა რა ენერგია. ერთი ეგ, ან მაგ 5000-იანების მიღების მერე მაგნიუმზე სიმართლე გითხრა განსხვავებას ვერ ხვდები. ერთ-ერთი განსხვავებას მაგნიუმზე, რაც მივხვდი, იყო ძილის დროს. მან ვიგრძენი რატომღაც განსხვავება. ეგ პლაცებო არ მგონია, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე ამდენჯერაც დავაკვირდი და დავტესტე მთელი ერთი წლის მანძილზე ყოველ ჯერზე განსხვავება ვიგრძენი. ანუ თან ნახე რა, რომ იმიტომ რომ ეხა ერთი და იგივე რაღაცებს ვიღებ მან რაც არის სოლგარი, ფიუორი, ორთომოლი. ანუ ეხა ეგენი არ შემიცვლია ძალიან ბევრი წელია. ეხა ამას სულ ერთი არას დავლევ.
პროტეინს. მაგრამ ანუ ეგეც რაღაცებს აურცვლი, წამალია მაინც და არ შევცვალოთ და წამალია მაინც ხო, ну, საკვები დანამატი ვინდობი რა უფრო. ხო და მაგის გამო მე თან რეალურად შესაძლებლობაც მაქვს რომ ბევრი რაღაც დავტესტო. რაც დავტესტე, იყო რომ მაგალითად თუ მაგნიუმს მაგაში არ მახსოვს ახლა რამდენია, 2 კაფსულას როცა დავლევდი ძილის წინ. და ამასობაში 120 მგ-ი ამაში. ხო, მაგას ვამდი ხოლმე 2-ს. დღეში მაგას ვამ 3 კაფსულას მაქსიმუმ. 300 მგ-ი 350 კარგი ზედათოსაა მისაღები. ანუ მაგას როცა 2-ს ვამდი, პლუს მელატონინს ვამატებდი და აშუაგანდას იდეალურად მეძინა. ხა, აი მაგა მოიცა ახლა გადავიდეთ ძილზე მაშინ. ეგ როცა არ მივიღე, ოღონდ სულად მეძინა. კი, ახლა ნახე როგორი ამბავია. ჯერ ვთქვათ რომ D ვიტამინის დეფიციტის გამოსწორება არის ყველაზე მარტივი და აუცილებლად გასაკეთებელი რაღაც, რასაც მარტივი ჩართულობით ძალიან ბევრ სარგებელს მიიღებ. D ვიტამინის დეფიციტს თუ არ ისწორებ და ჯანსაღმობაზე და ენერგიაზე მელაპარაკები, გამოისწორე და მე გავაგრძელოთ საუბარი. იმიტომ რომ აი ნამდვილად უქროს გასაღებია მიცვალებული აღსდგას ფენომენი გემართება, როცა D ვიტამინი გაქვს 5 და ხვალ 25-ზე, რომელიც მაინც დეფიციტია, მაგრამ საკმაოდ შევსება. სხვა შორის მაგ D ვიტამინზე გამახსენდა, შეიძლება ჩვენს მაყურებელს შეხვდა ვიდეოები, ერთი და იგივე ვიდეოები, ერთი და იგივე დროს დადებული, ერთი და იგივე სტუდიაში, ერთი და იგივე ტექსტი, ერთი და იგივე მონტაჟი, ყველაფერი ერთი და იგივე, როცა D ვიტამინზე ვსაუბრობდი და ყველა გასკდა, რომ აი ვიღაცება მოიწერეს, მერე დაიწყეს პირაჩი, რომ აი რა არის ესო ვაპიარებთ, იმასო ურთმულს და რაღაცებს და არ ვაპიარებთ და მაგრამ თანამედროვეში ყველას გაუკვირდა, მერე ვიღაცება დაგვაკოპირეს, სხვა ბევრი ვიღაც კოპიკეტი გამოჩნდა, რომელიც კარგი კაც გვიხარია. ჩვენ ნახელავია ეგ და ეგრე ვიხელავებთ ხოლმე ძალიან ბევრს. მე ვზივარ ხოლმე, რაც მინდა რომ გამოგირეცხოთ თავში, რაც გაგვთ, რაც ზედმეტი არის, რომელიც არ არის საჭირო რომ გქონდეთ, იმიტომ რომ არ არის უბრალოდ სწორი ინფორმაცია და მე სწორი ჩაგიდოთ, მაგას მარტო ვერ შევძლებთ. ამიტომ ჩვენი საუკეთესო ნარჩევი სტუდენტები ვინც იყვნენ, რომლებიც წლების მანძილზე გადავამზადეთ, უწევს უყოლას ტექსტს, მე ვიწერთ სტუდიაში, მე ერთნაირი მონტაჟი ერთ დროს დაიდო და ამით ბოლოს მაინც მივახცევთ იმ შედეგს, მე რაც გვინდა. ამიტომ ჩვენ გავართ მეგობრებო მაგის უკან. კიდევ უფრო ბევრი მაგარი რაღაც მოხდება. ეხლა ცოტა ხანში დაელოდეთ მეგობრებო. დაელოდეთ, ეხლა რაც შეხება ძილზე გადავიდეთ. მოკლედ, ეხლა ნახე რას ვაკეთებ. აქ მაგ ორი ტიპის ეს სხვა შორის შენ რომ მითხარი მე დავიწყე. აშუაგანდას არ ვსვამდი. გაგონებთ არ მქონდა სხვა შორის. ხო და ეს არ ვიცი რა შვება. თუმცა რასაც დავაკვირდი აშუაგანდაზე არის რომ თუ აშუაგანდას ვსვამ დილით წარმოიდგინე სიტუაცია, ტიპი 1 დიაბეტი მაქვს რა. ტიპი 1 დიაბეტის დროს დილით როცა ვიღვიძებ ხოლმე იდეალურად თუ მქონდა ნაჭამი დაძინებამდე 4 საათი ადრე ვჭამე 100-ით დავიძინე პირობითად გლუკოზის სისხლში რაოდენობით დილით რო გავიღვიძებდი შეიძლება და აი უცებ ეგრევე გაფრენილ ჰაერში 200-ზე 220-ზე 260-ზე ასულა რა. ხო. მაგრამ აშუაგანდა როცა შემოვიტანე, რატომღაც ეგ აღარ მქონდა. სხვა რაღაცების ბრალით შეიძლება იყოს აშუაგანდა კავშირში არ იყოს, მაგრამ უბრალოდ კარგად დაემთხვა, კარგი კორელაციაა რა. და ხო, მაგიტო ანუ ამას სუსვამ აშუაგანდას. და მაგ ორი ტიპის მელატონინი მაქვს რა. ერთი არის 3 მგ და მეორე არის 5 მგ. აქამდე მქონდა 10-იანიც. 10-იანი ეხაც მაქვს სხვა შორის, მაგრამ 10-იანს აღარ ვსვამ, აქამდე 10-იანს ვსვამდი. და ეხლა ვსვამ ხოლმე იმის მიხედვით გააჩნია როგორ მინდა ხოლმე რომ დავიძინო და როგორ დაღლილი ვარ ხოლმე. ჯეროდის ვსვამდი დოზას. აი თუ ძალიან არ დავიღალე რატომღაც აი ხო არის თავი რომ მოგწყდება რა. თავი მომწყდება წერტილამდე თუ არ მაშინ 3-იან ვსვამ. მაგრამ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება რაღაც თავი არ მომწყდებოდა თუ არ მაშინ ვსვამ 5-იანს რომ ამან მომწყვითოს. რაღაც აი დაახლოებით ეგრე რო წარმოიდგინო რა. იმიტომ რომ რეალურად და ამავდროულად განსხვავება რაც არის, გაჩნია რომელ საათზე ვიძინებ. ეხლა მაგალითად გუშინ დავიძინე, არ მახსოვს რომელი იყო 10-ის ნახევარი, 10 რაღაც, ხო, 10 მაქსიმუმ რა. თუ გადამიცდა და 11-ის მერე მომიწია 11-დან 12-ის შუალედში დაძინება, მაშინ უეჭველად ანუ ამ ორს დავმიქსავ. და 8-ს დავლო. და ეგ მაგდროს შეიძლება თავი მოწყვეტილი მქონდეს, მაგრამ უბრალოდ მე ვეღარ ვიძინებ ნორმალურად, თუ გადამიცდა. და აი შეიძლება შუაღამე ორჯერ გამეღვიძოს.
ხო და რაღაცა ეგრე მაქვს რა, ხან 3, ხან 5 აშუაგანდას უეჭვალად ვცვამ. დილის რუტინაში ვაფშე სხვა რაღაცები მე გამომრჩა კიდე რასაც ვცვამ ხოლმე, მაგრამ ანუ დაუბრუნდები ბარემაკლობურად გადაება რა ხდება ძილის დროს. კაი, ძილი, მაგნიუმის. სხვა შორის ძალიან ბევრისგან გამიგია, მაგ მელატონინზე რომ აუ ბიჭო რატო სვამ და შეჩევა იცის და და ჯანდაბა და მე მოკლავს და რაღაც უბედურებები და ანუ ხო, კაი, მელატონინი დავიწყოთ, მაშინ მელატონინი არის ის გამონაკლისი ჰორმონი ძილის ჰორმონს ვეძახით, რომელსაც გარედან იღებ და რომელზეც არ გიყალიბდება არც დამოკიდებულობა და არც შენი შინაგანი მელატონინის წარმოქმნას არ ამცირებს. სხვა ჰორმონზე ამას ვერ გაიგებ რო გითხრა, ხო, მაგას სტეროიდები ქვია და რო იკეთებენ აუცილებლად იციან რომ თავისი ენდოგენური წარმოქმნა მცირდება. მელატონინი გამონაკლისია. ძილში მეხმარება პასუხია კი რას აკეთებს. მიმცირებს ჩაძინების ფაზას, ანუ თავს რო დავდებ, რამდენ ხანში დამეძინება და ღამე მეღვიძება აღარ მექნება და ამასობაში ღრმა ძილის ფაზებს აუცილებლად გამიხანგრძლივებს და იმ სიხშირეს დასვამს, რაც სჭირდება. ეხლა მელატონინის გარდა 3-იანი 5-იანი ინდივიდუალურია რა. ზოგ ადამიანზე მელატონის 1 გრამს ისეთი ეფექტი აქვს, შენზე როგორი ეფექტიც აქვს 8 მილიგრამ 1 გრამი თქვი 8 მილიგრამს 1 გრამი მელატონინი ერთად ვთქვათ. ზოგადად მელატონის შეწოვა ნაწლავებიდან და კუჭიდან ნაკლები აქვს და სხვა შორის მელატონის სხვა მიღების ფორმებიც არსებობს, რომელიც უფრო მეტად მოკლედ ძილისთვის არ გამოიყენება, სხვა ანტიოქსიდანტური ფუნქციები აქვს და ზოგჯერ ონკოლოგიასთვის იყენებენ. მელატონინიდან რო გადავიდეთ ახლა აშვაგანდაზე, აშვაგანდა არის, სად არის აშვაგანდა? ეს არის ადაპტოგენი. ადაპტოგენს აქვს ბევრი რამ ფუნქცია, რომელიც ერთ წერტილს უკავშირდება, რაც არის ნერვული სისტემის კალიბრაცია. წარმოიდგინე რომ ადაპტოგენია რაღაცის გამომასწორებელი, არც მაინდა-მაინც დამომშვიდებელია და არც მაინდა-მაინც აგგზნები, მაგრამ არის შუალედური გამასწორებელი, ამას ქვია ადაპტოგენი. უმეტესად ნერვული სისტემის დამომშვიდებელ ეფექტად ვიყენებთ ხოლმე და გააჩნიათ დილით თუ დალევ შეიძლება ნახო რომ მთელი დღე უკვე ნაკლებად ნერვები გეშლება სხვების კომენტარებზე, ან თუ დალევ საღამოს ძილში გეხმარებოდეს. აშვაგანდასაც რამდენიმე ფორმა აქვს. KSM66, რაც არის ფორმა აშვაგანდასი, რომელიც ის რო უფრო მეტად ეფექტურია. აშვაგანდას განსხვავებული მიღების წერტილები აქვს, შეიძლება იყოს ფოთლის, შეიძლება იყოს ნაყოფის, შეიძლება იყოს ხის ძირის. ამიტომ გააჩნია საიდან იღებენ ხოლმე ექსტრაქტს და ზოგი ძალიან ეფექტურია, ზოგი საერთოდ არ ეფექტური, ზოგი საშიშად ეფექტურია. ამიტომ KSM66 ფორმა ძალიან კარგია და აშვაგანდას კიდევ ერთხელ მე ვერ ვგრძნობ აშვაგანდას ეფექტებს. ალბათ იმიტომ რომ საკმარისად დიდხანს და ხანგრძლივად არ გამიგრძელებია ისე რომ დავკვირვებოდი, მიხარია რომ შენ გეხმარება. ეს ყველაფერი კომბინაციაში რატომ მოდის კარგად მაგნიუმთან. მაგნიუმი გითხარ რომ 300-ზე მეტ ბიოქიმიურ რეაქციაშია ჩართული თქო. ეხლა ძილს როგორ აგვარებს. მაგნიუმს გლიცინატის ფორმას კონკრეტულად ძალიან ეფექტურად შეუძლია. შენი მოუსვენარი ფეხის სინდრომი გააქვს როზღამე, აი როწვები და ფეხს რო განკალებ და მე რომ მიხვდები საათ ნახევარში რატო ვარ და მეძინა უითუნო ფეხს რო განკალებდიო, ეგ არის მოუსვენარი ფეხის სინდრომი. ასევე მელატონინთან ერთად ამცირებს ჩაძინების ლატენტურ ფაზას და ასევე ღრმა ძილის ფაზებს ახანგრძლივებს. ანუ იმ დროს როცა შენ რეალურად აღდგენის ფაზა გაქვს, როგორც ემოციური, მენტალური, ისევე ფიზიკური თვალსაზრისით, მაგნიუმი მაგას აკეთებს. ამიტომ თურმე მაგნიუმის ეფექტი, ეხლა აშვაგანდას ვერ დაუბრალებდი შენს სისხლგლუკოზის გაუმჯობესებულ მენეჯმენტს, თუმცა თუ კარგად დაიმთხო, მიხარია. მაგნიუმი ნამდვილად გეხმარება გლუკოზის მენეჯმენტში, უბრალოდ ტიპი 1 დიაბეტთან მაინც არ დავაკავშირებდი, უფრო მეტად ეს არის საუბარი ინსულინის გრძნობელობაზე, გლუკოზის მეტაბოლიზმზე, რომელიც უფრო მეტად ტიპი 2 დიაბეტის თავს ტეხია ხოლმე და არა ტიპი 1 დიაბეტის. ეს არის შენი ღამის ძილის რუტინა და რატომაც აკეთებ და იღებ ამ კომბინაციებს. ხო, ანუ ეგ არის რაც ღამე ხდება, ოღონდ ამასობაში ხა დილით და დღის კი ეს სხვა რაღაცებიც ხდება. ეს გამომრჩა რომ ოღონდ ამას რეალურად დილით არ ვიღებ. ამას დღისით ვიღებ ხოლმე. არ არის პრობლემა, დღისით, ოღონდ კვებასთან ერთად. ხო, კვებასთან ერთად. ცხიმია და ცხიმთან ერთად ვარჯიშლები რა მოდივარ, კვერცხთან ერთად რაღაცა როცა ვჭამ ხოლმე, აღზრ მეუგალის იოგურტთან ერთად. სხვა შორის მაგნიუმზე, უკაცრავად ომეგა-3-ზე ყოველთვის გსმენია რა, მთავარი ანტიოქსიდანტია. ხო და ომეგა-3 გვესმის ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტისთვის, ტვინის შენებისთვის, ყველგან სწორია. თუმცა იშვიათად გსმენია ომეგა-3 შერთულობა ათლეტებისთვის. ვარჯიშით სტრესია. ეხლა მაგალითად გიგი ემზადება აირონმენისთვის და ომეგა-3 აქვს ძალიან მაღალი დოზებით, იმიტომ რომ იმაზე მეტი ჭირდება, ვიდრე წანაცვლად სხვა ადამიანს დაჭირდებოდა. ანტიოქსიდანტო პროცესებში და ანთებასთან ბრძოლაში ომეგა-3 თავისი ფუნქცია უჭირავს. რატოსვამ
იმიტომ რომ ზღვის პროდუქტებს კი მიირთმევ, მაგრამ თურმე როგორც ნახეთ, მე უფრო თინუს მიირთმევ კვირის განმავლობაში, ვიდრე ცხიმიანო რაგულს და თინუსი მით უმეტეს დაკონსერვებული არ გამოირჩევა ომეგა-3 შემცველობით. შესაბამისად, ომეგა-3-ის დოზა, რომელიც არის ესენციური, რაც ნიშნავს, რომ ყოველდღიურად უნდა მიიღო, დაახლოებით 1.1-1.3 გრამი დღეში. არის ადეკვატური მისაღები გარემოწყაროდან. მე რა ჩვენ ვიდეოებს შევწერეთ, გახსოვს რომ ვითვლით ცხიმის და ჯანსაღი ცხიმის მიღების ფასს. და შეიძლება ფასთა ეფექტურობითაც ბევრად უფრო იაფი გიждდებოდეს საკვები დანამატით ომეგა-3-ის მიღება. ეხლა ორაგულის სიამოვნებას ნუ გამომაკლებ ცხოვრებაში და კიდე შესაძლოა მომწეს ღმერთმა და კიდე ამასობაში მიყვარს, მაგრამ თუ ხელი არ მიმწვდება, არ ვიღებ არასდროს ომეგა-3-ის დანამატი ძალიან კარგი დამცველობითი ფარია ამ ანტიოქსიდანტურ პროცესებში და ტვინის და თვალის და სპერმის უჯრედების საშინებლად. სხვა შორის მე ვიდეოში რაც ჩავიწერეთ ჩვენ წინაზე ომეგა-3-ზე მან არასწორად დამითვლია. ომეგა-3-ზე როცა რაოდენობა 800 და 600 1400 მილიგრამი. ეგ სწორად დავთვალე. ეს მეგობრებო არის უიაფესი. ამასთან შედარებით 1400 მილიგრამს რო გაძლევს ძალიან იაფია. რა დავთვალე არასწორად. გახსოვს მაშინ რო თქვი რომ თუ ამდენს გადაინახავ ყოველთვის არსებობ მინიმუმიდან თეთრებს და 60%-იანი დისკაუნტი გექნება. 60%-იანი დისკაუნტი. ეგ თურმე 90 კაფსულაზე ყოფილა. ერთი თვის დოზაზე. შენ თუ ტელეთვის დოზა გინდა, ტელეთვის დოზას. უპასად მოგწევენ ისეთი პასი აქ რა ხო და ანუ ძალიან იაფია. ანუ რასაც გაძლევს ფულთან შედარებით მე გეთახმები. აუ თუ სხვა რამეს უნდა ვაქცევდე ყურადღებას არ ვიცი. არა, უნდა აქცევდე ფორმას ყურადღებას რას? ომეგა-3-ს, იმიტომ რომ ზოგადად აწერია ხოლმე ლამაზად, როცა fish oil 1000 მილიგრამი და DHA და EPA ორი ეფექტური ომეგა-3-ის ფორმა აქვს. ნახევარი მესამედი, რომელიც არაფერში წერია 300 მილიგრამი 1000 მილიგრამ fish oil-ში, ფასი იგივე ღირს. ამას 1000-ია წერია, იმას 1000-ია წერია, ოღონდ იმას აწერია თევზის ქონი. ამას აწერია რეალურად ომეგა-3-ის ეფექტური წყაროების შემადგენლობა. კიდე რაც უნდა მიაქცია ყურადღება უკან არის ასევე ფილერი ცხიმები და ჯამური ცხიმები რამდენი აქვს, რომელიც მერე შეწოვაში დაგეხმარება სხვა საკოპთან ერთად თუ მიიღებ ცხიმიან საკოპთან კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ხოლმე შემცველობა. ნახე რა კიდე საინტერესოა ერთ სამი other ingredients ჩაკიწერია ვიტამინი E. E ვიტამინი არის დამატებული როგორც წესი ამ კაფსულაში, იმიტომ რომ ომეგა-3 დაჟანგვისგან დაიცვას. ამასაც თუ მიიქცეთ ხოლმე ყურადღებას არ იქნება ცუდი, იმიტომ რომ E ვიტამინი გამოიყენება და ერთი დროს რო გაუძლოს. და რა ფორმით ომეგა-3-საც მიიღებ, ნაკლობად დაჟანგული ფორმით რომ მოხდეს, მე შეწოვა და ეფექტურად გამოყენება. E ვიტამინი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელსაც ზოგადად თევზში ვწვდები და ძალიან კაი კომბინაციაა ომეგა-3-ისთვისაც. ოკეი. კაი. კიდევ ვერ ვკითხვა მაქვს, მაგრამ ეხლა ისევ დილის რუტინას დავუბრუნდები. ზოგიერთი შუადღის არის. დილით რასაც ვიღებ ხოლმე არის უეჭველად ეს. რა არის ეგ პატარა შავი კოლბა? ეს არის ფუტკარს წოლიდი, თოკო. მოუწველე ფუტკარი, ეს არის ფუტკრის რძე. ხო და აი ამას ვიღებ ხოლმე რა. კაი, ხა ეს რო არ გადმომე იმასა. ხლად მოგააფუჭებ. ძვირი ღირს? 90 ლარი ღირს. რამდენი ხნის დოზაა? ჯო არ ვიცი, ანუ მე თვეში ერთხელ ყიდულობ ხოლმე. თვეში ერთხელ ყიდულობ 90 ლარად, და მყოფნის. ოღონდ ყოველდღე არ ვიღებ. უბრალოდ 30 დღის მანძილზე არ ვიღებ რა. კაი, ჯერ შემთხარ რა იცი ფუტკრის რძეზე. რატო იღებ და რაში გეხმარება? მე არაფერი განსაკუთრებული არ ვიცი, გარდა იმისა, რომ ფუტკრის პროდუქტები, რომელიც საერთოდ არ ვიცოდი რო არსებობდა, გავიგე რომ ძალიან კარგია იმუნიტეტისთვის, ენერგიისთვის და გონებაზე კარგად მოქმედებს. რამდენად სწორია არ ვიცი. მაგრამ აი ეს მაგალითად ესენი ძალიან დიდ სხვაობას მაძლევს რა. პლაცებო მეეჭვება რა იყოს. ამაზე მოგიყვები უფრო სიღრმისეულად რას მაძლევს სხვაობას. მაგრამ ფუტკრის რძეზე არ ვიცი. სხვა შორის ფუტკრის რძეზე ძალიან საშინელი გემო აქვს. და ისეთი მძაფრია, რომ შეიძლება რაღაც. მაგრამ ყველგან არ ვყიდულობ რა. საერთოდ არავის არ ვენდობი ერთი ბრენდის გარდა. იმიტომ რომ გემოებში ერთი რო განსხვავებას გაძლევს და მე ლაბორატორიაში ვქონდა წაღებული. კვლევები რო ვატარე, დიდად სახარბელო კვლევები ვერ მოვიდა. განსაკუთრებით აი იმაზე რა ქვია, თაფლზე და ეგეთ რაღაცებზე ტიპები თურმე რასაკეთებენ და სინამდვილეში რა თაფლს გვაჭვევენ. ეგ ყველაფერი რო გავიგე, მაგის მერე არც ერთ ბრინდს არ ვენდობი, გარდა იმისა, რომელიც ვიცი რომ აგერ ჩემს თვალწინ მოხავს. ფუტკარს უვლის
რა დაირთვება? ხმა ირთვება მუსიკის. ხო და ანუ სადაც ვიცი რომ ანუ სანდოა რა. სად გავჭერდით? სადაც ჩემ თვალწინ წველიან პოდკასტს. სადაც ჩემ თვალწინია, ხო, ანუ ამ ბრენდს ვინმეს თუ გაინტერესებთ და გინდათ ეს რაღაცები, ანუ ლინკი იქნება აღწერაში და ნახეთ მერე მიწერეთ და დარჩენს თქვენ თვითონ გამოვარკვოთ. ხო და ეგ რატო არის კარგი არ ვიცი, ეგრე ვიცი რა უბრალოდ რომ კაია ჩემი იმუნიტეტისთვის, მაგის მერე მართლა არ გავცემულ ვარ და შეიძლება ეგეც დაერთხვა რა ვიცი. ეს დიდხანს გაერთი არ უნდა ქონდეს. იმიტომ რომ ფუტკრის რძე არის ის რაღაც, რითიც ფუტკრები დედა ფუტკარს ყვებავენ და მაგითო ცოცხლობს 40-ჯერ უფრო დიდხანს დედა ფუტკარი რო იცოდა. აქ გვაქვს სპეციალური ცხიმოვანი მჟავები, რომელიც ცხიმოვან მჟავებსაც მხოლოდ აქ ვნახულობთ, რომელიც ძალიან საინტერესოდ მოქმედებს შენ კოგნიტურ ფუნქციებზე. ცხიმოვანი მჟავები. ეს არის სახელი მითხარი შენ გახსოვდა DHA. არა, DHA არა. აბა. იმიტომ რომ მარტო აქ ხვდებით ხოლმე და სხვაგან არსად, ეს არის HDA 10. 10 HDA, 10 ჰიდროქსი 2 დეცენის მჟავა. მაგით ვარ მახსოვდა. კონკრეტულ ფუნქციებში აქვს სასწავლო მოქმედი ეფექტი, ესე იძახიან და ამასობაში ნაწილი კვლავების მეუბნება რომ ხშირად არა და იშვიათად გამოიყენება ქალის ჰორმონალური ჯანმრთელობისთვის მენოპაუზის შემდგომ. ასევე დიდი როლი უჭირავს იმუნური სისტემის წარმატებაში. ამიტომ სამი რაღაცა რისთვისაც ვამ ახლა ჰორმონალური ჯანმრთელობისთვის არ ვსვამ, მაგრამ კოგნიტური ფუნქციებისთვის და იმუნური ფუნქციებისთვის ესეთია. საინტერესო კი არა, ხო იცი, მარტო როგგონია რომ სადღაც ძველად შეიკრიბებოდა პირველ ყოფილი ხალხი და რაღაც საკეთებნერის გამო თან ცხოვრობდნენ. ან როგგონია რომ მილიარდელები რაღაცებს იტარებენ ხოლმე. აი ეგეთი ვაიბი მოაქვს ფუტკრის რძეს შევთვის და მეც რა მიმიღია ძალიან ცუდი გემოაქვს, უნდა ქონდეს გრილ გარემოში, მაგიტო ეხა ესეთ ფორმაში. ამითიც მიხვდები მე მწარმოებელი იცის თუ არა საკეთებს ეს რო ყოფილიყო ეხა იმაში აქვს პლასმასის ნახევარლიტრიან ბოთლში. ხო, უნდა დაგებრუნებია უკან და ნახე როგორ სინათლისგან გაუმტარ კოლბასშია. არ უნდა შეეხება კონდეს არც საერთთან, არც მზესთან და უნდა იყოს მაცივარში. ვა, ეგ არ ვიცოდი, თუ სინათლესთანაც არ შეიძლება რომ შეეხება კონდეს რაღაც. მაგიტო ძალიან კარგია რომ ესეთ დაბურულ კოლბასშია. ოკეი, საინტერესოა. ხო, იმიტომ რომ ნახე ბაზარზე ვნახე რა, ვიღაცები 40 წიდიან, 35 წიდიან, 50 წიდიან, ეხა 90 შეიძლება ბევრია, მაგრამ ანუ რავი. ჩემი ჯანმრთელობის ვიყიდულობ რა. და თუ ყიდულობ გირჩევნია კარგი ყიდო. ხადაო, მაგას მიჩემნე საერთოდ არ ვიყიდო. ზუსტად. ხო და, ნუ, კაი, ფუტკრის ამბავი გავიგე. ესე საინტერესო არის ფუტკარი წოლებაო რაღაც. ფუტკარი წოლება. ხო, გავიგე, მე ჩაუბრალდი, მაგრამ აი ეს არის ძალიან საინტერესო ფაქტი ჩემთვის რა. ეს არის ჭეო. სხვა შორის გასულ გერმანიაში რო ვიყავით, იქ ვნახე ტიპს ქონდა მიქსი. გამოფენაზე. კი. აი ეგეთივე მიქსი არის ხა ეს. ძალიან საინტერესო რაღაცა. და ძალიან მომეწონა. ოღონდ ნახე თემა რა არის. ეს ეხა მაძლევს, კარგი, ამის პირველი ეფექტი ჩემზე იყო, როცა დავლიე, კიდევ როცა შევჭამე 15 გრამს ჭამ ხოლმე ყოველ ჭამაზე რა. ცოტა არ არის. მე მგონი როგორც ვიცი 10 არის სტანდარტულად ადამიანებისთვის რეკომენდაცია რა. უბრალოდ მე რადგან არ ამ ქვეყნიური ადამიანი ვარ, ამიტომ 15-ს მაინც ჭამ ხოლმე. ეფექტი მქონდა რომ აი წარმოიდგინე ძალიან დაღლილი რო ხარ და ძალიან დაღლილის მერე რაღაცა ბუსტერ დოზას რო გიკეთებენ, რაღაცა ისეთი ენერგიულს და უცებ რო ძალიან გემატება. აი რაღაც ეგ შეგიძლია მქონდა, ოღონდ არავის არ უთქვამს რა იყო, უბრალოდ ჭამეო. ანუ ეგ კონტექსტი რა ჭამ წარმოდგენა არ მქონდა. უბრალოდ გემოზე დავამუღამე რომ რაღაცა თაფლთან იყო კავშირში. და არც ვიცოდი საერთოდ მანამდე ამის არსებობის შესახებ. ის იმდენი ენერგია მომცა. ისე გამისწორდა, რომ მაგის მერე უკვე რამდენი წელი მეორე წელი მთავრდება უკვე რა, რომ ყოველ დღე ვჭამ. არც ეს არ ღირს რეალურად დიაფი რო შეხედო. 250 ხარად ყიდულობ, ერთი თვის საკმარის, ოღონდ ერთი თვის საკმარის უნდა იყოს 10. ანუ მე რეალურად 500 ლარს ვიხდი ყოველ თვე, და მე როგორც სადღაც სიკვრება წლის ჭრილში რა. მაგრამ 250 ხარად 1000-ს რო ჭამდე, მაგას ყიდულობ, მაგრამ ძალიან მისწორდება. ყოველ ჯერზე როცა ჩვენთან ოფისში ვაღებ ხოლმე მაცივარს, ყოველ ჯერზე მოვწყდება რა არის და ყოველ ჯერზე მინდება რომ ხაჭოში და ბერძნული იოგურტი ჩავიყარო და იშვიათად ვიყრი ხოლმე, იმედია ვერ ამჩნევ შენ დოზის ნაკლებობას. ეს არის ფუტკრის პური, ესე ქვია.
bee bread-ს ეძახიან ინგლისურად, ჭეო, ახლოს არის ერთმანეთთან, რაც არის ფუტკრისგან მიღებული ყვავილის მტვერი ფერმენტირებული, რომელსაც მე ინახავს იმაში რა ქვია, სკაში სად ინახავს გეტყვი, რასაც მივირთვით ხოლმე პიჭაში, ზუსტად და ეს არის წარმოიდგინე ფერმენტირებული ყვავილის მტვერი. ეხლა რა აქ რასაც არელი. აქ ბევრი ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინი, K ვიტამინი აქვს, ასევე K ვიტამინთან მდიდარი. რასაც არელი აქვს ბევრი, ელი ანტიოქსიდანტი, ანუ ანტიანთებითი ნაწილი და იმიტომ რომ ფერმენტირებულია ყვავილი რო ჭამო, ხო შეიწავ ყვავილს მაგით ვარჭამთ ადამიანები, მცენარეების ცელულოზას დამშლელი გარსი არ გვაქვს. მაშინ როცა ფერმენტირებული წყაროები, რასაც ფუტკარი უკვე თავისი ნერწყვით გადის და თაფლით უკვე ადვილად მონელებადი ხდება ადამიანის ორგანიზმში შეწოვად. ამიტომ იღებ ასევე ბევრ ოლიგოსაქარიდს თაფლთან ერთად, რომელიც შენი საშუალო სისტემის მკვებავია. იღებ ძალიან ბევრ B ჯგუფის ვიტამინს და ამასობაში რასაც არელი, მაგრამ ფუტკრის პურისგან იღებ, ეს არის 9 ესენციური ამინომჟავა. კაი. ეხლა რა თქმა უნდა, ცილების შემოსება და რა გამოიყენოს ფუტკრის პურს, მაგრამ ძალიან უცნაური ნაწილია, რომ 9 ესენციური ამინომჟავას გაძლევს ფუტკრის ფერმენტირებული მტვერის სახეობა. ვა. ხო, ვიცოდი რომ შენც არ იცოდი და გესიამოვნებოდა. კაი, მოიცა, ეხლა შენ თქვი რომ ეს ხომ მტვერია, ოღონდ უკვე ფერმენტირებული. თავთან ერთად. ხო, და მტვერს ვერ ვინელებთ. ვერ შეიწავ. და ფუტკრის მტვერსაც ხო ყიდიან ხოლმე. ცალკე აქვთ ხოლმე მტვერი. ანუ ეგ არ უნდა ვიყიდო. ნაკლობეფექტურია. ანუ აზრი არ აქვს. ფერმენტირებული წარმოგიდგინე, ფუტკრის მტვერი უფრო ძვირი ღირს ხოლმე ვიდრე ეს ბაზარზე. ამასაც არავის არ ვენდობ, იმიტომ რომ ჯერ ერთი კეთება არიციან. რამდენი მაქვს წინაყიდი? რამდენი განსხვავებული ბრენდი მაქვს წინაყიდი სხვა ტიპებისგან? გერმანიიდან ჩამოტანილი კარგი იყო ძალიან. გერმანიიდან ჩამოტანილი ძალიან კაი იყო. ანუ ეგ ის იყო რა, ძალიან მომეწონა. მაგრამ ეგ იცით იყო განსხვავებული გერმანიიდან ჩამოტანილი, მაგაში ფუტკრის რძეც იყო შერეული, დინგელიც იყო. ამაში არის ყველაფერი შერეული, ხო? მაგაში არის ყველაფერი შერეული. ის გემოთი რომ ახსოვს, ეგ ახლა ეგ არის ოღონდ ეგ ძალიან ძველია, რეალურად დიდით ვჭამ ხოლმე. ეგ არის რაც ნიმუში მომცეს მაშინ რა. მაგრამ ის არის თაფლიანი ჭეო. ხო, აქ ეხლა ნახე რა არის მნიშვნელოვანი რა. ავიც ძალიან კაი გემოთი. მნიშვნელოვანი ის არის რომ ვისთვის ნახე ვიზე ვიფიქრებდი რომ მჭირდება. ვიზე ვიფიქრებდი ბავშვი იმიტები ხო ჭირდება. ვიფიქრებდი ბავშვზე. რასაც გავაკეთებდი არის აუცილებლად 2 წლამდე ბავშვისთვის არც კი განვიხილავდი, იმიტომ რომ თაფლის მიღება ზოგადად წლამდე არ მოსულა ბოტულიზმის რისკის გამო 1 წლამდე. ხო. ამიტომ 1 წლამდე ბავშვი და ზოგიერთს აქვს ხოლმე B ჯგუფის ვიტამინების ზე ალერგია. ამიტომ ალერგიულ ადამიანებს ცოტა ყურადღებით ვიყოთ. სხვა შემთხვევაში კიდევ ერთხელ აი ჯანმრთელობას თუ ეგზოტიკურ და მნიშვნელოვან გამოსავალს მოუძებნი და თაფლი გიყვარს, თაფლი თუ არ გიყვარს, ფუტკრის პური ჭამეო. ძალიან იშვიათად შეინარჩუნებს ადამიანი ამ იმას, მაგრამ თუ თაფლი გიყვარს, აუცილებლად გავაკეთებდი ამ ნაირსახეობების მიქსს რაღაც პერიოდში ერთხელ. საინტერესოა სხვა შორის, ეს ღირს 300-იანი, ოღონდ 270-იანი 350 ლარი. ესენი რა, მიქსი. ოღონდ ფუტკრის ზე და შიგნით კიდე რაღაც ბევრი კაი რაღაც არის. ძალიან მომწონს. საბოლოო ჯამში რა შეხედო, ძალიან ბევრი მიჯდება ეს საკვებიდან რამატები. 1000-1500 ლარი შეიძლება იყოს ვეში. აღარ ნორმალური თქო ვიზახდი. ხო, მაგრამ, კაი, ნახე, რა მაინტერესებს წი? ეს ეხა მაინტერესებს ის ყველაფერი რაც ვილაპარაკეთ, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით და სქესის მიხედვით როგორ არის. მაგალითად, ბავშვების ნაწილში რა ხდება და ქალების ნაწილში რა ხდება. და ეხა სანამ ცხელია უკნიდან გავყვეთ. ეხა ფუტკრის ზე თაფლი და ის რაღაცები და რა არის, საერთოდ ქალისთვის მოსულა, ბავშვისთვის მოსულა რამისთვის კაია საერთოდ? კაი, ხა ეგ არ არის მარტივი დავალება. იმიტომ რომ რაც ვახსენებ სარგებელი არის მულტი სქესთა შორის. რა სარგებელიც ხა ყველაფერზე ვთქვის, სქესთა შორის ერთ-ერთი სარგებელი მაქვს. სპეციფიკურად, რაც ვიფიქრებდი, ალბათ იქნებოდა ასაკის მატებასთან ერთად ქალებისთვის, ზოგადად კაცებისთვის, მაგრამ ქალებისთვის ცილის ადეკვატური შევსება, ვარჯიში, კალციუმი, D ვიტამინი და მაგნიუმის კომბინაცია. ძულებისთვის და მათი საყოველთაოდ სისტემის იმიტომ ოსტეოპოროზი, ოსტეოპენია, ასაკის მატებასთან ერთად მენოპაუზის შემდგომ უფრო თავი პრობლემა ქალისთვის არის ხოლმე.
D ვიტამინი როგორც ანტიანთებითი და აუტოიმუნური პროცესების შემბუჭველი, იმიტომ რომ აუტოიმუნური პროცესები ქალისთვის ასაკის მატებასთან ერთად ბრუდული პრობლემა ვიდრე კაცისთვის სტატისტიკურად. კრეატინი, როგორც გითხარი, რა პოპულაციებიც ვიცით, კოგნიტურ ნაწილში, რაც მეხმარება არის ასაკით მაღალი, მოხუცებული ქალი, ვეგანი. ამ სამ პოპულაციაში კრეატინის უპირატესობა შემოდის საქმეში. ომეგა-3 ასაკის მატებასთან ერთად ქალისთვის ალბათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური დანამატი, ასევე ქალისთვის, რომელსაც აქვს PCOS-ი, საკურთხის პოლიკისტოზური საკურთხეების სინდრომი, ასევე კრემიდევს მელატონინი დაშვაგან და ესეთი სიტუაციაზე დამოკიდებული დანამატებია, თუ მაინდა-მაინც ქალს გავაკეთებდი ყურადღებას. ფუტკრის რძე და ფუტკრის პროდუქტები ყველაფერში ერთ-ერთი გამონაკლისი შეიძლება ჰორმონულ სტატუსს ჰქონდეს დადებითი გავლენა ქალისთვის ფუტკრის რძეს. ოღონდ ამას ბევრი კვლევა არ მაქვს და თავს არ დავდებ, უბრალოდ საინტერესო მიგნება. ეხლა შეეხება ბავშვს. ნებისმიერი სპორტული საკობი დანამატები რაც საუბრობთ, ბავშვებისთვის ყოველთვის ვიზახით, რომ ეს არის საუბარი მაქვს ზრდასრულ ადამიანზე. იშვიათად გამოკლეს შემთხვევებში მაძლევენ საერთაშორისო საკობი დანამატების ორგანიზაციები ან სპორტული ორგანიზაციები დასტურს თანხმობას და რეკომენდაციას ოღონდ 15 წლის შემდგომ ოღონდ ათლეტ ბავშვზეა საუბარი. და ბავშვი კიდევ უფრო მეტად შემოდის საქმე ყვება პირველი. თუ ყვებით ვერ ვისებ, კითხულობს რას ვერ ვისებ, რატო ვერ ვისებ, რამდენს ვერ ვისებ, სხვა რაწყაროებიდან შემიძლია შევისო და თუ არ შემიძლია შევისო, საკობი დანამატები ხორ შემოდის საქმეში. 2 წლამდე ფუტკრის პროდუქტებზე ვიქნებოდი ყურადღებით ბავშვისთვის. და ყველა სხვა დანამატზე კიდევ ერთხელ გავატარებდი ამ ლოგიკას. თუმცა რამდენადაც სენსიტიურია ბავშვის ორგანიზმი და გამძლე, იმდენადვე დიდი ბენეფიტის და სარგებლის მომცემი იქნება ძირითადი ნუტრიენტების დეფიციტების გამოსწორება თუ საკობი დანამატი გახდა საქმე შეჭირო. ხა D ვიტამინის დეფიციტი თუ გვაქვს, აუცილებლად D ვიტამინის ვასწავლებთ. მაგნიუმი, ბავშვი რომელიც ზიად არ მიერთნევს თხილეულ თესლეულს, მცენარეულ პროდუქტებს, იმიტომ რომ მაგნიუმს ხვდები ყველგან, სადაც სიმწვანეა, ქლოროფილის ცენტრში მიზის მაგნიუმი. მაგნიუმს ხვდები თხილეულ თესლეულში, მაგნიუმს ხვდები ხორცის წყაროებში, თუმცა მცირე დიოდენობით, მაგალითად ინდაურის ხორცში, ქათმის ხორცში და სხვა. მაგნიუმის გამოსწორება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. ნახე, ვაკვირდები ჯერ ბავშვის ყვების სტილს. მე როსვამ მკითხვას, რამდენი ჭირდება და რამდენს იღებს. თუ ვერ იღებს, სხვა წყაროებიდან შეუძლია შევსება და თუ ჭირვალი მჭამელია და ვერ ივსებს, მაშინ საკობი დანამატები შემოდის, პედიატრთან გავდივართ კომუნიკაციას, ვუხსნით სიტუაციას და დასტურს გვაძლევს ესეც ჩვენი გულის სიმშვიდისთვის. ომეგა-3-ის დანამატი ბავშვი კვირაში ორჯერ მაინც უნდა ჭამდეს ცხიმიანი თევზის წყაროს, თუ არ ჭამს ომეგა-3-ის სხვა კარგი წყარო. მცენარეები არიან, მაგრამ კონვერტაციის ხარისხი ნაკლები აქვს. ამიტომ ომეგა-3-ის დანამატი მესამე ისეთი იქნებოდა, რომელზეც აუცილებლად ვიფიქრებდი, ალბათ თუ მეორე იქნებოდა D ვიტამინი, ომეგა-3, მაგნიუმი. სპორტული დანამატების საჭიროება მხოლოდ 15-16 წლის შემდგომ უნდა განვიხილო, მხოლოდ ექსტრემალურად ათლეტ ბავშვი. დანარჩენი შევსებადი უნდა იყოს და არის ყვებით. ასაკის მატებასთან ერთად იმუნური ფუნქციის გაუმჯობესება და ჯგუფის ვიტამინების მიღება ფუტკრის პროდუქტები იდეალურია. ფინტალა კომედია. გავიგე. კაი, დარჩა რამე ხა ისეთი საკობი დანამატი, რომელსაც უნდა ვიღებდი და მიმალაო? იცი როგორ რაღაცა? საბაზისოები და მეტი შევსებული გაქვს. შენი საჭიროებიდან გამომდინარე, ალბათ საჭიროებები რო შეგეცვლობა, მე კიდე რაღაცას დაგიმატებდი და დავამატებდი. სამწუხაროდ კოგნიტურ ფუნქციებზე მომუშავების საკობი დანამატების ტესტინგი რო დავიწყოთ, საქართველოში ბევრი არ გვაქვს და უნდა გამოვიწეროთ, რომელიც მე დროსთან ასოცირდება და ცოტა შემა. თვითონ საკობი დანამატზე ამბობ? მე საკობი დანამატები, რომელსაც უშუალოდ კოგნიტური ფუნქციების გამომჯობესებლად იყენებენ ხოლმე. ოღონდ მაგას კვლევით ვერ ვესვიზებთ ხო მე? ვერ დავტესტავთ. ანუ უბრალოდ ჩემს შეგრძნებაზე უნდა ვიყოს გამოგიდოს სუბიექტურად რას კითხავ. სხვა შემთხვევაში საბაზისო საკობი დანამატები და ბევრად მეტი უკვე დაკმაყოფილებული შევსებული გაქვს, დავალდებით, როდის შეგესრულა მიზნები. ოკეი, გავიგე.